ბატონო თენგის თქვენი ჯიპი რა ღირს? ყველაფერი ცხოვრებაში თქვენი ძალიან კარგად მესმის. ყველაფერი ცხოვრებაში მივაღწია მხოლოდ შრომით, წვალებით. მე მაქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე, დიახ, თქვენგან განსხვავებით პირადად თქვენ გპასუხობთ ცხოვრებაში ყველაფერს მხოლოდ შრომით და წვალებით მივაღწიე. დიდი სწავლით, დიდი შრომით, გლეხის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და დღემდე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩემი საპარლამენტო მოღვაწეობა არ დათმობი არ ჩემს ოჯახს, არ ჩემს სახლ-კარს, მუშაობ ცხოვრობ ფიზიკურადაც შრომობ და გონებრივადაც ესე იგი შრომობ 24 საათიან რეჟიმში. აი ეს არის ჩემი პასუხი თქვენი. და რა ღირს თქვენი ჯიპი და ვინ გიყიდათ? შეგიძლიათ. ესე იგი, მე გაჩვენებთ ჩემს საბანკო კრედიტს, რომლითაც მაქვს შეძინილი ნებისმიერი ჩემი, ესე ვთქვათ, ნივთი. ბატონ თენგო. მე თქვენგან განსხვავებით არავინ არ მყიდულობს არაფერს, თქვენ გეხებათ პირადად ამ ჟურნალისტს, თორე სხვას არა. სხვადასხვის პირველ არხზე რომ მიგავლინეთ, ჩაგაცვით და გახურეთ, შარვალ კოსტუმით მომთხოვა ამ ჟურნალისტმა, ჩავაცვი, ვუყიდე. და აი ესე იგი მიფასებს დღეს რა. აი ეს არის არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ გეუბნებით რა. აი ამას და შევრცხვის ზაზა იმასთან. ზაზა შენგელიასთან რეიტუზებით მივიდა პირველ დღეს პირველი არხის შენობაში. დიახ, ძალიან კარგი. ეხლა თავისუფალი ბრძანდებით არ გაძლევთ ინტერვიუს და წერეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ რა. ჯერ გოროზიას დავალებები შეასრულეთ, რომელმაც გიყიდათ და ყველა მიცის. რომ მისი ესე იგი ის იყავით მოთხოვნების შემსრულებელი და მე ელაპარაკეთ საზოგადოებას. კიდევ რა იცი? მეკითხება, ესე იგი იცნობ თუ არა თემურ ალასანიას. შენ გესიზმრებოდა თემურ ალასანია და 100 წელი ესეთი ხალხი და მე რა ვიცი თემურ ალასანია ვინ არის? ჟურნალისტობა არ არის ისა რა, პირზე რაც მოგადგებათ იმის თქმა. ჟურნალისტები არიან ეს ხალხი, ვინც კითხულობს თემასთან დაკავშირებით რაღაცას. და თქვენ ხო არ თქვით იგივე, რასაც მე მეუბნებით ახლა, ანუ რაც პირზე მოგადგათ. ბატონო? თქვენ ხო არ ბრძანეთ? წარე სიმართლეს გეუბნებით პირში, არა ხართ პროფესიონალი ჟურნალისტი. მორჩად მედროვე ხართ, ჩვეულებრივი რა. არა, მე მაინტერესებდა თქვენი ჯიპი რა ღირს და რატო გამოიწვია ამან თქვენი გაღიზიანება. წერილობით მომართეთ, საბანკო კრედიტს გაჩვენებთ. გამიგეთ? მორჩა და გათავდა. ჩემი გაღიზიანება არ გამოწვევა, გაღიზიანებული თქვენ ხართ. მართალი კაცი აღიზიანდება არასდროს.